რამდენი ჭირი და უბედურება სუფევს დედამიწაზე. სიღარიბეზე მეტად შენს გულს ისკლავს, რომ ბიჭი გონჯი დაიბადა. ლამაზი და გონიერი ვერასოდეს გახდები, მაგრამ შეიძლება რამე ეშველოს. დიდებული გახდები, მაღლა სასახლეში იცხოვრებ და იქ ვერავინ ვერასდროს მოგწოდება. ასე იწყება ამბავი პატარა, გონჯი ცნობერად წოდებული სახესის შესახებ, რომელიც ჯადოქარმა განსაკუთრებული ნიჭით დააჯილდოვა. ვერავინ ხედავს მის სიმახინჯეს, წარმატებით ისაკუთრებს სხვების ნიჭს, დიდებასა და პატივს. მიიწევს იერარქიულ კიბეზე და საბოლოოდ მინისტრის პორტფელსაც ეუფლება. შემოდგომაზე ბულბულები ღამეს ტოვებენ, თუმცა ზეცა ვარსკვლავებით ისევ კიაპებს. ველურ მუსიკით იხლებიან ხეთარტოები და ბულბულს არ სურს, რომ სიმღერა გააიაროს. მეც ბულბულივით დამუნჯებავ რაცხე წყალობად, რომ არასოდეს მოგაწინოს ჩემმა გალობა. დიდებულია! სახესმა კარგად იცის, რაც ჭირს. იცის, რომ მისი დიდება დაუმსახურებელია. თუმცა სინდისი საერთოდ არ აწუხებს და თავს ბედნიერადაც კი იგრძნობს. როცა შენზე მოცემულობაზე მოქმედებს, რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს ის, რასაც იღებ, შეიძლება ერთი წამით დაფიქრდე, რომ ეს ყველაფერი შეიძლება შენ მართლა არ გეკუთვნის და ეს შინაგანი კონფლიქტი ჩემი აზრით მას აქვს. ამიტომ მგონია, რომ პირველ რიგში ყველაფერი არის მისი ბრალი. ის ამ თამაშის ნაწილი ხდება, მოდი ესე ვთქვათ, რაღაცა პოლიტიკური თამაშის ნაწილი ხდება, ფერიების ბჭყალებში. და ამ თამაშში კომფორტულად გრძნობს თავს. ის არ ამბობს უარს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება, რასაც იღებს თანამდებობას, ფულს, წოდებას, ორდენს, არაფერზე არ ამბობს უარს. ამიტომ მგონია, რომ მთავარი დამნაშავე თვითონ არის, იმიტომ რომ როცა რაღაცისკენ მიგვითითებენ, რომ ესე ვქნათ, თუ ჩვენს მორალს ეწინააღმდეგება, ეს არ ვიზავთ. მოადგილე ჩემსკენ გამოემართა და მითხრა. იმ ადგილზე, რომელიც თქვენ სურდათ მიგებოთ, ბატონმა ცნობერმაც გამოთქვა სურვილიო. ის ადგილი, რომელიც მე მსურდა მიმეღო, უკვე ბატონმა ცნობერმა დაიკავა. ბოროტმა ძავამ სამართვა იმედი და მეც აღარ ვიდა სიცოცხლე. მომისმინე. ვიცი ამ მახინჯის ყველა ჯადოს რაღაცით უმალით ძალაუდებს საფუძვლად და ამ ჯადოს წინ უნდა აკვუდგეთ. რა ჯადო? სიზმარში ხომ არ ვართ? მაგამ ბევრს დიდი ხანია ბოლო მოეღო. მეორე მხარეც არის, თუ შევხედავთ, რომ სახესი ერთი დაჩაგრული ადამიანია, დაჩაგრა ბუნებამ, ადამიანებმა, საზოგადოებამ, რატომაც არა, ესეთი შანსი მიეცა ცხოვრებაში და აიღებს მაქსიმალურად მეც და სანაცვლოდ არ გასცემს არაფერს. და ამიტომ მისი თავი არის, მისი თავი და მისი პარიკი არის მისი მთავარი წინააღმდეგობა. დანარჩენი უბრალოდ დამხმარე საშუალებებია. ან იმ გზით წაიყვანენ, ან ამ გზით. მაგრამ საბოლოო არჩევანს მაინც ჩვენ ვაკეთებთ ადამიანები ნებისმიერ მოცემულობაში. ქვეყნის ასეთი სიყვარულისა და დაფასების გამო თავი მოვალეთ მიმაჩნია და გაჯილდოვოთ წვანეთ დაფოთლილი ვეფხვის ორდენით.
ზღაპარი კი სრულდება ისე როგორც წესია. ბოროტი მარცხდება, სიკეთე იმარჯვებს. თუმცა მაყურებელთა ნაწილს მაინც დაენანა საცოდავად მომზირალი პატარა ცახესი. რაც სცენაზე ხდება, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის გადატანითი მნიშვნელობით გაკეთებული ყველაფერი. ხო, აქედან გამომდინარე, როგორც პერსონაჟი მთელი სპექტაკლის განმავლობაში ვამაყობდი იმითი, რაც მივიღე. მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ბოლოს მაინც შემეცოდა ჩემი პერსონაჟი, იმიტომ რომ ყველანი ქრისტიანები ვართ, ადამიანები ვართ, ჩვენ შეცდომებს ჩვენ ვერ გვგრძნობთ, როდესაც დიდების მწვერვალზე ავდივართ, მაღალ საფეხურებზე მივდივართ. ხო ხვდებით, აი ბუნებრიობა რაც არის და მე ეს ყველაფერი რო გაანალიზა, რა მოხდა მის გარშემო, უკვე შემეცოდა პერსონაჟი, იმიტომ რომ მას შეიძლებოდა სხვანაირად ეცხოვრა, სხვანაირად სიმართლით ეულო, არ გამოეყენებია ის რეგალიები, რაც მას ქონდა და აქედან გამომდინარე, დასკვნა მაინც ის იყო, რომ შემეცოდა, რომ ვერ გაათვითცნობიერა, რას აკეთებდა მანამდე. ჩემი კონცერტები მოსმენილი გაქვს, სხვათა შორის გუშინ ისეთ კარგ ხასიათები ყავი, რომელიმე მე ვიოლინე კი არა, თვით ვიოდიც ვერ დაუკრავდა. და ვამთავრე. ატყდა დაშის გრიანი. ვიოლინოთი ხელში წინ წამოვედი, რათა მადლობა მომეხსენებინა, მაგრამ რას ვხედავ? ყველანი დარბაზის კუთხისკენ გარბიან და თანყვირიან. Bravo! Bravissimo! Bravissimo! Taebrivo Zinober! არ ვიცი, მე გაორებული შეგრძნება მაქვს გულწრფელად რომ ვთქვა, იმიტომ რომ ჯერ ჩემ თავთან ვერ გავარკვიე, ვინ უფრო უნდა მეწოდებოდეს, ან ვის უფრო თანაუგრძნობდე ცახეს, თუ შეყვარებულებს, რომლებიც რაღაცა ნათელი გრძნობისთვის იბრძვიან. ამიტომ არ ვიცი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბოლოს ცახესი კვდება და ბედნიერება ცახესზეა, უკვე გარდაცვლილ ცახესზე. შენ მართლა ბაბიანი ხარ თუ სხვა ვინმე? მოშწერპინის სახლში ვარ თუ სადმე სხვაგან? მე ჩვენება თუ გავგიჟდი? აღიარე, მისი ლექსი მართლაც დიდებული იყო. ღმერთო ჩემო. თან ლექსის კითხვისას მისი სახე შინაგანმა ფრთოვანება მისეთი ლამაზი გახადა რომ ბალთაძე მოეშვი ეჭვიანობას და როგორც პოეტი დაუმეგობრდი კარგ პოეტს. გაუმარჯოს ყველას! როგორც ყველა უცნაური ზღაპრის ბოლო მთავრდება ისე, რომ სიყვარული იმარჯვებს, რაღაცნაირად ეხლა ვეცადე ესე, რომ ლამაზი ფინალი ყოფილიყო. თუ ამ ფინალის უკან რაღაც ტრაგიკული იკითხება, შეუმჩნეველი, ეს ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. თუმცა გულწრფელად ვიტყვი, რომ კი, მინდოდა რომ რაღაცა სიყვარულს გაიმარჯვა და ამ მორალური კონტექსტით დამენახა ეს სპექტაკლი, ეს პიესა და ეს მოქმედება, რაც ვითარდება. თუმცა სახესი, არ ვიცი, თანაუგრძნობ. ბედნიერი ადამიანი ვარ. ყველასთვის ნაცნობ, საგანგებო საქმე და საიდუმლო მრჩეველ. ბატონ ცინობერს, ჩემი ქალიშვილის ცოლად შერთვასვს. მისი დახმარებით რამოდენიმე საფეხური თავიწევი იმ კიბესე, რომელსაც ჩემი დიდებული პატარა ცინობერი არის. საკვირველია, რა მოეწონა ჩემს კანდიდას ამ პატარა კაცუნაში? ზღაპრის ტექსტის ადაპტაციაზე რეჟისორმა მანანა ანთაძესთან ერთად იმუშავა. მასთან ერთად ტექსტის კეთება, ჩემი აზრით, ეს არის ნახევარი სპექტაკლი, იმიტომ რომ ყველაფერს ხედავ და ყველა სიტყვა ქმედითია. და ერთი რამ, რაც მეც შეთანხმებული ვარ საკუთარ თავთან, ქალბატონ მანანასთანაც და ზოგადად ჩემს შემოქმედებით გუნდთან, რომ არ არის რაღაცეების დაქუცმაცება საჭირო. რაც უფრო მეტი სააზროვნო დიაპაზონი რჩება მაყურებელს, მიუხედავად იმისა, რომ ამბავი შეიძლება არ იცოდნენ,
რაც უფრო მეტი სააზროვნო დიაპაზონი რჩება, შენთვისაც უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ იმდენ ჭრელ და განსხვავებულ აზრს ისმენ, რომ ეს შენ კიდე უფრო მეტ რამეზე გაფიქრებს, რომ კიდე რა იყოს საჭირო, ან რა არ იყოს საჭირო, რომ აქამდე მისულიყვნენ. ჩამოჰკრადიდებულმა ზარმა, თქვენი შემწეობით ქვეყანა გამწირდა. უბედური ხალხის სახელით გემუდარებთ. გთხოვთ, გვიშველეთ, შემოიღეთ განათლება. რადგან ხალხს ასე სურს? თქვენი კანონები შესაძლოა სათანადოდ არ იქნა შეფასებული. თუ რამდენიმე მკაცრ ღონისძიებას არ დაუმატებთ. სანამ განათლება შემოიღებთ, ესე იგი, მდინარეებს სანაოსნო გზებად ვაქცევთ. ტყეებს გავჩეხავთ, კარტოფილს დავდგავთ, ჩინარებს და კენდრებს მოვამრავლებთ. ახალგაზრდებს ცისკრის და მწუხრის ლოცვას ორ ხმაში შევასწავლით. საბა ასლამაზიშვილის სადადგმო ჯგუფი უცვლელია. სცენოგრაფი გიორგი უსტიაშვილი, კომპოზიტორი კონსტანტინე ეჯიბაშვილი, ქორეოგრაფი ირინა კუპრავა. ქალბატონი ირინას შრომა ჩემთვის ყოველთვის ფასდაუდებელია, იმიტომ რომ ყველა დეტალზე მსახიობთან, ჩემთან ფიქრობს, მუშაობს. ძალიან ცოცხალი პროცესია, ბევრი აზრის, ბევრი მცდელობის გაცვლით, რაღაც გამოდის, რაღაც არ გამოდის. მაგ სცენაზე, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტია, ძალიან ბევრს ვფიქრობდით. და უცბად მე და ირინა ვხედავთ და რაღაცა ვცდილობთ, რომ ამ სცენას გასაღები მოვუფიქროთ და მართლა იქვე იმ წამს ყოველგვარი გეგმის გარეშე გაჩნდა ეს იდეა მისგან. Ceux qui vous like, les sourires en plastique sont souvent des coups d'hashtag. Regarde à toi. Ah les amis, les potes, les followers, vous faites erreur, vous avez juste la cote. Regarde à toi, si tu t'aimes, garde à moi, si je m'aime. Areki არის მეორე მე. აი ადამიანები ხდება ხოლმე რომ ძალიან ხშირად სარკეში ჩავიხედავ და მთელი დღის განმავლობაში თუ კი რამე შეცდომა დამეშვია და თუ კი გააზრებული ხარ ადამიანი და უყურებ საკუთარ თავს, ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე რა დღეს მის არ უნდა გამეკეთებია. მოხდება აი მსგავსი დამოკიდებულება იყო ჩემი პარკიდან, იმიტომ რომ ჩემგან ცემის ღირსიც არის, თამაშის ღირსიც არის, მაგრამ როგორც ყველა მოკვდავი ადამიანი მაინც საჭიროა ჩემთვის. ესა თუ ის, აი დავუშვათ, ის რეგალიები, რაც მე მომანიჭეს და რაც მაინც საჭიროა ჩემთვის და მაინც დანებდა იმას, რომ ეს მისთვის გამოსადეგია და ამიტომ მოდი რა ისევ ვატარო ეს. ეს კონფლიქტი, რომელიც დამატებით გაჩნდა პარიკთან, თავის მეორე თავთან, რომელიც წარმატებულია და რომელსაც ყვავილებს ჩუქნიან და უცბად ეს იდეა გაჩნდა, დაყოვნების გარეშე ვთქვი, რომ ეს მცდელობის გარეშე, იმის გარეშე, როგორ და რა ფორმაში შესრულდებოდა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო და ჩემთვის ეს სცენა ესეთია, რაღაცა პიროვნების ახალ ეტაპზე, შუა სპექტაკლის კათარზისზეა და ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს ცახესის ისტორიაში მთლიანად ამ სპექტაკლში. ვეგავთ თავდაჯერებულობა და ვაშკაცობა, რომელიც ყველა ღირსეულ სახელმწიფო მოხელეს უნდა გააჩნდეს. დავდილათ! ბატონო ცინობე, ღირსეულად ემსახურეთ თქვენ სამშობლოს. თქვენ ხართ ჩვენი ბელადი! სცენოგრაფია შირმებით არის გადაწყვეტილი, რომელთა გადაადგილებით სცენის სივრცე იცვლება. გარდა ამისა, მასში მსახიობები ჩნდებიან და კრებიან. ბევრს ვფიქრობდით და საბოლოო ჯამში თავიდან როცა ეს სცენოგრაფია შეიქმნა, უბრალოდ 6 შირმა, რომელიც აქეთ-იქით პარალელურად ან არაპარალელურად დადის, მან ვიფიქრეთ, რომ ალბათ ყველაზე მარტივი, მაგრამ ყველაზე კონკრეტული და ზუსტი გამოსავალი იყო, იმიტომ რომ ზღაპარში ყველაზე მთავარი რა არის, ისევე როგორც სიზმარში, ჩემი აზრით. რომ უცბად არსაიდან ჩდებიან შენს წარმოსახვაში ადამიანები, რომლებიც რაღაცეებს გეუბნებიან, რაღაცეებს კარნახობენ, გეუბნებიან როგორ მოიქცე. ატარეთ სახეს. ვიდა კი ვარცხნათ მასე ლამაზად. მოდი,
მოდი ჩემთან. ლა. ოპერაკი ისწავლე? სიარულიც ისწავლე? მოდი ჩემთან. ლა. მოდი, მაკოცე. ლა. მაშინ მე გაკოცე. და ეს იყო ყველაზე მთავარი, რომ შეგვძლებოდა ის, რომ არსაიდან გამოჩენილიყო შეიძლება სრულად გაუგებარი შეხედულების კოსტიუმის ადამიანი და მას რაღაც ამბავი ეთქვა შენთვის. და მგონია, რომ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც აქეთკენ წავედით. თავიდან რა თქმა უნდა რთული იყო, ძალიან რთული იყო მუშაობა. ნუ დასაწყისში როცა პირველ სცენაზე ავედით და დეკორაციასთან მოგვიწია ურთიერთობა, მართლა რთული იყო მუშაობა, იმიტომ რომ მართლაც გვიბლანდებოდით, მაგრამ ახლა რეჟისორს რაც ქონდა ჩანაფიქრი გვეუბნებოდა, რომ არა ეს ასე უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ეს ასე არის საჭირო. ეს კოლონები ხანდახან კოლონებია, ხანდახან არის დარბაზი და ეს უნდა მოირგო, ხანდახან უდაბნოში ხარ ალბათ, ხანდახან სასახლეში ხარ. ხვდებით, როგორც სპექტაკლი არის თვითონ თავისი სირთულით და განსაკუთრებულობით განსაკუთრებული, აი ასეთივე დეკორაციაც ახლავს და რა თქმა უნდა გაგვიჭირდა, მაგრამ ნუ საბოლოოდ შევგვეთქვე და ამიტომ ევიჩვიეთ. მაგრამ ამ საქმეში რომელიღაც ჯადოქარია გარეული, რომლის ვინაობაც შენ ვერ დავადგი. ამიტომაც ვერაფრით დაგეხმარებით, მოგვიანებით შემომიარეთ. ნახოთ რას მოვიფიქრე. თქვენ ჯადოქარი არ ხართ. ერთ პატარა მახინცინობერს ვერ გაუმკლავთ. მე სასწაულების არ მჭამთ. თქვენ მე ვერ მომაწყობთ. იფიქრეთ, როგორც გენებოთ. თქვენ კი ბატონო ბალთაზარ მოგვიანებით ინახულეთ. გაუცილებლად დაგეხმარებით. რა თქმა უნდა, ჩემთვის ასიამოვნოა და ზედმეტი რაღაც კეკლუცობის გარეშე საერთოდ როლის სიდიდეს ჩემთვის მნიშვნელობა დიდი არ აქვს. ოღონდ მართლა ვამბობ, ეს არ ნიშნავს, რომ მე რაღაც საუკეთესო ამბავს ვამბობ. კაცია და ბუნება ადამიანი. მაგრამ მე ამის პრობლემა არ მაქვს პირადად. ამიტომ სიდიდის ამბავიც, ნუ პერსონაჟია შემომსვლელი, გამსვლელი. მაგრამ მომწონს იმაზე, რაც თავგადადებით ხარ ადამიანის, როგორ გამოგივა და მაყურებელი როგორ მიიღებს და როგორ შეძლებ ამას ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე ვიცი რომ ჩემ თავთან ამ შემთხვევაში არ ვიტყუები მე როლს არ გულისხმობ. იმ მოცემულ საშრომში, რაც უნდა ვიშრომო, რაც უნდა გავაკეთო, ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ თავს, რაც კი ყოფილა, არაფერი გამორჩეულად და დისკომფორტი არ მახსენდება. ყველა იმედი დაკარგულია. მაპატიე კანდიდა რომ ვერ დაგიხსენი საშინელი ჯადოსნებისგან. პროსპერ ალპანუს, რა დაგიშავე ასეთი რომ ასე სასტიკად მომატყუე? საყვარელო ბალთაზარ მუსიკა შეიქმნა და ამ მუსიკაზე ბატონმა რეჟისორმა საბამ თქვა რომ აქ რეჩიტატივი იქნება. რეჩიტატივი იყო ტექსტი და გალბატონ მანანას უღრმესი მადლობა ეს კომფორტი ჩვენ გაგვაჩნია ფოტოსტიას რომ საოცარი ტექსტები გვაქვს ყოველთვის. ეს არის ძალიან კომფორტული რამე მსახიობისთვის. ტექსტი რომ მოდის ისეთი როგორიც აი სულს მოედება, გონება იმახსოვრებს და ისეთია რა. და ამ შემთხვევაში ეს ტექსტიც ასე იყო, მაგრამ ტექსტი გასარითმი იყო. იმიტომ რომ პრობლემის წინაშე დავდექით ეს მუსიკა რო შეიქმნა, რა ესეთი როკი. აი რა, როგორ და მე
ვიწვალეთ და ცოტა გავრითმეთ საყვარელო ბალთაზარ და აი ესე რაღაცები ჩავსვი და მე მგონი რაღაცა ისეთი გამოვიდა. Doitis princesa, isi როგორ მიხარდა, ჩემი ხო პროზამინე დალოტოს მოცამდა. ცინობერის დრო არის, დაცახისი ქვია მას, ჯადო კარმა ფოლა იმამია ჯაუნარი. სხვენი საქმე ისი საქმე ხდებოდა. სხვენი საქმე ისი საქმე ხდებოდა. ჩვენ მქონდა იდეა ამ პერსონაჟის გარშემო და იმ ორი ადამიანის გარშემო, ორი ქალბატონის გარშემო, ვის მის ირგვლივ მოძრაობს და ვერ შეიქმნა მუსიკა. მე ვეცადეთ, რომ ეს ტექსტი რაღაცნაირად დაქვემდებარებული იყო ამ მუსიკას და ზუსტად ეთქვა ის კონკრეტული სათქმელები, რაც საჭირო იყო, რომ ეთქვა. მე უკვე ეს პროცესი განვითარდა და საბოლოო ჯამში საკმაოდ დიდი ძიების მერე მივაგენით ამას და ეს თან რაღაცა რეჩიტატივია, რაღაცა ამოძახილია სულის, ყვირილია და აბსოლუტურად ყველაფერი ერთად. თან მგონია, რომ ძალიან დიდ სათქმელს ამბობს და ერთგვარი შოუა ბალთაზარისთვის დადგმული. ესეთი ძალიან ღვაწლმოსილები ამ სიტყვას ვიტყვი და ღვაწლით მოსილები არიან და თავისი ესეთი ისტორიით და წარსულით და აწმყოთი და მომავლით ჩემი პარტნიორები ქალბატონი ნიარა, ქალბატონი ჩიტო ესენიც რომ გვერდს მიმშვენებენ ეს ყველაფერი მაინც აი ეს ყველაფერი ტექსტი სიმღერის მელოდიაში ჩასმა მე აი ამ ადამიანებთან და ძალიან მაგრად გაართვეს თავი გოგოები ჩემმა გოგოებმა ხუმრობთ ხოლმე რომ აგვისტოში ბლექსიზე გვა კონცერტი მუშაობის პროცესში ხდება ეგეთი იდეები. არის რაღაცეები, რაც რა თქმა უნდა პიესას როცა წაიკითხავ, როცა გააზრებ, მე ერთად ისაუბრებთ ამ ყველაფერზე და შემდეგ დაგებადებათ იდეები და რა ვიცი, ანუ ეს შუა პროცესის ნაწილია უბრალოდ. წინასწარ ნამდვილად არ არის რაღაცეები დაგეგმილი. Nu, lebekende gibt feina. Ich würde stimmen. Ich habe etwas mitgebracht, habe es aus meinem Bewusst gerissen. ასე ვთქვათ, მუშაობის პროცესში ყოველთვის გულში და ტვინში ყოველთვის ისმიდევს, რომ მინდა რომ ყოველთვის სახიობს ასე ვთქვათ დავეხმარო რაღაცაში, მინდა რომ უფრო მეტად იგზნოს თავისი თავი, უფრო მეტად იყოს თავისუფალი ამ ყველაფერში და მაშინ ვთვლი ზუსტად ყველაფერი როცა არის საკუთარ თავთან მაშინ ვარ კმაყოფილი, როცა ვთვლი რომ სახიობიც იგივე აზრზე არის, რომ უფრო თავისუფლად გზნობს მუსიკასთან ერთად თავს. მაშინ უკვე კმაყოფილი ვარ მეც. შესაბამისად, რა ვიცი, ხან ცოტათი ვეხმარები, ცოტათი ეგოისტურად ვიქცევი ხოლმე ამ შემთხვევაში. თემო ეს ჩემი სახესი არ არის ჩემი სახესი ასეთი ლამაზი არასოდეს არ ყოფილა ჩემი აზრით ყოველთვის ვთვლით რომ თეატრშიც და ყველგან სადაც თუნდაც ფილმშიც მუსიკა არ უნდა იყოს წამყვანი რაღაცა მუსიკა უნდა იყოს უბრალოდ იგივე ამბავის მთხრობელი რა სცენაში ხდება და უბრალოდ უნდა დაეხმაროს ასე ვთქვათ ამ ამბის სმენით გადმოცემას. ამიტომ რა ვიცი ძალიან მოხარული ვარ და მიხარია თუ ესე თulis მაყურებელიც და ძალიან კმაყოფილი ვარ იმისთვის რომ რა ვიცი მაქვს ამის შესაძლებლობა ყოველ შემთხვევაში რომ ეს გადმოვცე. ჩემი პატარა სახესი
გულში წავიხუტო და სახში წავიღო. არა მაქვს მაგის უფლება. ჩვენ სოფელში მღდებს ფრინველების და ცხოველების ბევრი ფიტული აქვს გაკეთებული. ხოდა ჩემი სახესის ფიტულსაც გავაკეთებინებ. სამახზოვროდ მექნება. კარადაზე შემდგამასი და უყურებ და უყურებ. ყველაფერთან ერთად მართლა ვფიქრობ, რომ ნამდვილი გმირები ის ადამიანები არიან, ვინც ზევით ხედან და ვინც აკონტროლებენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მათ გარეშე ოდნავ ზევით რო იყოს ალბათ მუსიკა, ოდნავ უფრო ხმამაღლა რო იყოს მუსიკა, უკვე შეიძლება ყველა მთლიანი სცენა შეიცვალოს და სხვანაირად იყოს, ამიტომ მადლობა მათ, იმიტომ რომ ბოლო წერტილს ვთვლი რომ ისინი სვავენ. ჩვენ თავს წინა სამშობლოს ვაიმე ეს რა დაგმართლია ახლავე მოითმინეთ სცენა, რომელზეც წარმოდგენები იმართება, შეუსაბამოა დრამატული სპექტაკლებისათვის. თუმცა ეს წინააღმდეგობა ვერაფერ ხებს თეატრის მუშაობას. პირიქით, იგი შემოქმედებითი ჯგუფის ფანტაზიას ავითარებს და შედეგად ყოველ ჯერზე დასი მაყურებელს ახალი მიგნებებით აოცებს. აქ ბევრი ისეთი საკითხია, მართლა ცალკე ამბავი ხდება კულისებში. როდესაც ჩვენ სპექტაკლებზე ვმუშაობ, არა შტანგეტი, არა სიმაღლე, არა რაღაცები არის რა და წარმოიდგინეთ მიუხედავად ამისა შეიძლება ამბიციური განცხადება არ იქნება ჩემი მხრიდან, მაგრამ რაც ბოლო პერიოდში ხდება და რასაც ვაკეთებთ, აი ამას ვერ გებით მარტო არ არის რა. ამ სიტუაციაში, რასაც ახლა სივრცეს ხედავთ, ამის კიდე რაღაცა ისეთებს ქმნიან და აკეთებენ, რომ ზოგჯერ წარმოიდგენ, რომ ეს როგორ შეიძლება აქ მოხერხდეს, რა გვაქვს ჩვენ ამისთვის. ამ ყველაფერში რა თქმა უნდა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სცენის გარეთ ხალხს, ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც კოლოსალურ შრომას დებს, რომ ეს ყველაფერი იყოს. თან ამ მოცემულობაში ამას ხშირად ვიმეორებ, მაგრამ არა უშავს კიდე ბევრჯერ გავიმეორებ, იმიტომ რომ ამ მოცემულობაში, როცა არაფერი ხელს არ გიწყობს, აკეთო ის, რასაც ვაკეთებთ ერთად, არის ჩემი აზრით, რა ვიცი, ძალიან დიდი შეუძლებელი კომპრომისების ყველაფრის სამყაროა და ამ ყველაფერში როცა ჩვენ გამოსავალს პოულობთ და ესეთ რაღაცას ვაკეთებთ, მათ მადლობა. რეჟისორს იმხელა ფანტაზიები აქვს, საფას არ გულისხმობ მარტო ბატონ საფას, მოწვეულსაც ხო, აი უნდა რაღაცა, უნდა ეს, მაგრამ რანაირად. და აი რანაირადში ხერხდება მე ასეთი ჩემი აზრით მაინც მაგარი რამე, რასაც მხატვარი აი გიორგი შექმნა უსტამ ასე ბეძახი, იმიტომ რომ ასე მიყვარს მე ეს ადამიანი, მართლა გულწრფელად და ყველას. და აი ეს არის შირმები, მარტივი აქ ზამბარებია და ამ შირმების ერთადერთი ჩვენი სანერვიულო ის იყო, ის კი არა, ახლა ეს შირმები არ გვიშლიდეს ხელს, რომ დავგლიჯავთ. არა, ჩვენი გასაჭირი რო გვაქვს, ის რაც უნდა ვითამაშოთ, ტექსტი, თამაში, ამბავი, პლუს აი ეს რო ემატება ეს ამბავი. ეს არის რაღაცა ისეთი მომენტი, რომ აი აქ არ ვიმტყუნო სამანი, იმიტომ რომ აქ ხდება და ხოლმე რეპეტიციებზე ორ შირმას რო წამოვიღებთ, სამი უნდა გავიდეს, 4 ერთად წამოსულა, გაჭედილა ზემოდეს, დაჭიმულია ტროსებზე იქ თუ არ გადა, იმას შეიძლება შუა სპექტაკლში ეს გიღალატოს რა და რო გიღალატოს აწყობილია სპექტაკლი, მეტი აქ დასამალი ადგილი და გამოსავალი არ არსებობს. როდესაც რაიმე უჭირთ, მაშინვე თეატრი ახსენდებათ. რა კარგი ხარ. ჩემო თეატრო. ტექსტში არის ორიგინალში, რომ ვერანაირად ვერ ამაგრებენ ამ ღირსშესანიშნავ ორდენს სახეს და იქ არის ტექსტი, რომ პრემიერი გასცემს ბრძანებას, რომ გამოიძახოს თეატრის მკერავი, იმიტომ რომ სამყაროში არსებობს ერთადერთი რაღაცა ჯადო თეატრის, რომელიც ამ ორდენს დაამაგრებს, იმიტომ რომ სახესის სხეული საჭიროებს ჯადოქრობას. და მე დაემატა ამას ის, რომ ფატიმა დაბრუნდა თეატრში, მე დაემატა ის, რომ თეატრის საჭიროებაზე ისე როგორც დღეს ალბათ არასდროს არ ღირდა საუბარი. და რაღაცნაირად ამ მის გარშემო მე აიგო უკვე ეს ტექსტი, რომელიც თეატრის საჭიროებაზე საუბრობს. თეატრი ყველაფერს განკურნავს.
ყველას და ყველაფერს ჩააცმევს და მოარგებს. სწორედ ამიტომ იხმობენ ყველგან და ყოველთვის თეატრს. თეატრი ყველაფერს შეძლებს სამყაროში, შეუძლებელსაც და საუბრობს იმაზე, რომ მხოლოდ გვიყენებენ რაღაც კონკრეტული მიზნებისთვის და შემდგომ აღარ მჭირდებით და გვიცილებთ თავიდან და რაღაცნაირად ეს სცენა იქცა ძალიან კონკრეტულ მიზნად ამ სპექტაკლის, რომ ამ თემაზე გვესაუბრა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. თეატრი იმარჯვებს და გაიმარჯვებს! თეატრი იმარჯვებს და მუდამ გაიმარჯვებს! თეატრი გაიმარჯვებს! თეატრი გაიმარჯვებს! ფინიტა ლა კომედია! ამ სპექტაკლს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ ისეთი მცდელობები იყო საკუთარ თავთან ფორმის თვალსაზრისით, რომ მე მინდოდა რომ მეპოვა რაღაცეები და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას საინტერესო პროცესისთვის, დამღლელი, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესისთვის, ერთმანეთისთვის. ჩემო პატარა საბრალოდ სახეს შენთვის სიკეთე მინდოდა მაგრამ როგორც ჩანს შევწდი სისულელეა ადამიანი აქციო იმათ ვინც სინამდვილეში არ არის შვიდო სახეს